იაროსლავ კაჩინსკის სტუმრობა საქართველოში და მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სტუმართან რუსეთიდან წინასაარჩევნოდ 2 მილიარდი დოლარის შემოსვლაზე ისაუბრა და კოალიციური მთავრობის საგარეო კურსი გააკრიტიკა. ამას გარდა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი დღეს პოლიტპატიმრად კიდევ ერთხელ მოიხსენია. ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო, ასე ეხმაურება საჯარო ახსნილების მინისტრი სოზარ ცუბარი იაროსლავ კაჩინსკისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. შეხვედრის დეტალებით მიშა ფეიქრიშვილი. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაყოჩნა ეს არ არის ღირსების აქციები. ომამდე შესაძლებელი იყო ყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიურიც და ვერ იქნებოდი საგანგებო დიპლომატიური, ყველაფერი უნდა გავკვეთები, რომ ომითავიდან აგვეცერება. მიხეილ სააკაშვილმა წარსულის გახსენების შემდეგ საქართველოს ახალი მთავრობის რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა და კონკრეტული თანხაც დაასახელა, რაც პრეზიდენტის თქმით რუსეთმა პრემიერ ივანიშვილს გადაუხადა. სააკაშვილის განცხადებას მმართველმა გუნდმა უკვე უპასუხა. მარტო ორმა ადამიანმა გამოიტანა ფული რუსეთთან ბოლო წლებში წარმატებულად. აბრამოვიჩმა, რომელიც არის პუტინის უბრალოდ ჩაოლებრივი მოლარე ერთ-ერთი და ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხო ფაქტია. 2 მილიარდი დოლარი გადაუხადეს საქართველოს არჩევნების წინ. დამატებით ვიდრე რაც ღირდა ქონება. ხო მაინც არ ჩათვალა რუსეთმა რომ უნდა გაუგოროს კოჭი, იმიტომ რომ რუსეთს აქვს თავისი გეგმები და პირიქით ჩათვალა რომ 2 მილიარდი რო აქვს მიცემული, კიდე აქეთ უნდა დაგვითმო რამე. იქით უნდა დავუთმოთ ახლა ყველაფერი. ეს არის ისეთივე ტყუილი და სიცრუე, როგორცაც ის ტირაჟირებს უკვე მთელი ეს წლები და ეს თვეები განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ამისი არავის არ ჯერა. ეს არის ის ბრალდება, რომელიც, მას წამოსროლილი აქვს და არანაირი საფუძველი ამ ყველაფრისა არ არსებობს. პრეზიდენტმა ეს განცხადება პოლონეთის ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იაროსლავ კაჩინსკიმ ყოფილი პრემიერი ციხეში მოინახულა და მხარდაჭერა აღუთქვა. სააკაშვილმა მერაბიშვილი დღეს კიდევ ერთხელ პოლიტპატიმრად მოიხსენია. გვაშფოთებს რომ დემოკრატია საფრთხეშია. მოვინახულეთ მერაბიშვილი, მაგრამ პირობებმა შეგვაშფოთა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მეგობრებს. ჩემი ძმა ლეხ კაჩინსკი საქართველოს საკითხებში ჩართული საკმაოდ აქტიურად იყო. უკრაინასთან საქართველოს შედარება არ შეიძლება, რადგან ტიმოშენკო ციხეში უკეთეს პირობებში იმყოფება. მადლობელი ვარ იმისათვის, რომ დღეს იაროსლავ კაჩინსკი მოინახულა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაციონალურ მოძრაობის გენერალ-მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომლის დაპატიმრება, რომელიც სრულიად უსამართლოდ და მხოლოდ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით არის დაპატიმრებული და ამას წყალი არ გაუვა და ამას აბსოლუტურად ყველა აღიარებს, ვისაც ოდნავ მაინც ობიექტურობის განცდაში და გზობაში შერჩენია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადება სასჯელთა სრულების მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა. ვანო მერაბიშვილიდან ნებისმიერი პატიმარი დღეს იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამყოფებდნენ ადამიანებს, აცხადებს მინისტრი. ვანო მერაბიშვილისგან ნებისმიერი პატიმარი დღეს იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე ისინი ამყოფებდნენ ნაციონალურ ადამიანებს. დღეს გახდება ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ადამიანის უფლებები არის დაცული. სამართლებრივი ყველასთან დაკავშირებული, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები არის მოგვარებული პირობები, ისევ დაიშალა გაუგებრებს შემდახვა, ციხე-დრო და არ არის კემპინსკის სასტუმრო. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქართველი ხალხის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისთვის იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა კაჩინსკისთან ერთად ლეხ კაჩინსკის ბიუსტი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებას პოლონური დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ორკესტრმა პოლონეთისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა. მოგვიანებით პოლონეთის ყოფილი პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა იაროსლავ კაჩინსკის მადლობა გადაუხადა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის უანგარო მხარდაჭერისთვის.